ორგანიზაციაში ნამყოფია ალბათ მოგეხსენებათ რომ ლიფტის კაბინა არის პატარა. ნუ ორ პერსონაზეა, მაგრამ პერსონაჟსაც გააჩნია. ეხლა მე და ხათუნა ბოღრაშვილი. ჩვენი ფერხორცით კარგად ვავსებთ ამ ლიფტის კაბინას. და რეპეტიციის მერე ხშირად გვიწევდა ერთად ჩასვლა. ხანდახან ერთად მივედით ერთდროულად და ერთად ამოსვლაც მოგვიწია და ვეუბნები ხათო ამ სიმჭიდროვეში 1-2 ასვლა ჩასვლა მინდა და კი შემიყვარდები აბა რა იქნება მე. სიყვარულის ლიფტი დავარდით, მაგრამ უფრო სასწაული მოხდა ამ რამდენიმე კვირის წინ. ესე ამ ლიფტში რო შევდივარ, თუ ჩემი ზუგჩანთა მიყიდია, ისე ვერ შევდივარ. უნდა მოვიხსნა ზუგჩანთა და ხელში დავიკავო და მერე კარგად თავსდებით მე და ხათუნა ბოღრაშვილი. ასე გამოვიქეცით, მოვიხსენი ზუგჩანთა, დავიკავე ხელში, მოვკალათდით მე და ხათუნა, უნდა დავძრათ კაბინა და ამ დროს იღება კარი და უი, მეც სამოვალ რა თქვენთანა მეჩქარება. თამარ ლომიაშვილი. ვერ მოვასწარით ვერაფრის თქმა, სად იყო არცაც კი აცია არცაც ხელა და შემოვიდა. დაირღვა ფიზიკის ყველა კანონი, როგორ შემოეტია არ ვიცი. მაგრამ შემოეტია. და კარიც დაიკეტა. ჩამოვარდა სიჩუმე, პაუზა. რა მდგომარეობაში ვართ ეხლა? მე ერთი ხელით ჩანთა მიჭირავს. მეორე ასე დამჩა ბაღერონის მოცეკვავესავით. ამათ ორივე ხელი დაბლავთ. სიჩუმე, პაუზა და უცებ ბიჭო მიაჭირე ეხლა მიდი. ესმის აქედან ხათუნას ხმა. იმიტომ რომ ხათუნას თავი ჩემზე უდევს, მე ხათუნას თავზე მიდევს ნიკაპი. ზოგიდან კიდე თამრიგო არის მოხუტებული მთელი სხეული. მიაჭირე ბიჭო გაისმა სადღაც აქედან, სხვა რამე არ იგულისხმოთ, ღილაკს მიაჭირეო, მაგრამ ღილაკს ვინ მიწვდება, მე ვერ ვწვდები. შენი სხვა დაკავებული მაქვს. რაღა მეთქვა, ხათო მოიცა რა, სად გეჩქარება. ცხოვრებაში ორ ქალბატონთან ერთად ასეთი სიახლოვე არ მქონია მეთქი უთხარ. დღეს ამითი დავამთავროთ, სხვა დროს იყოს სხვაო. ახლა ტაში დამიკარეთ, მეტი რაღა ვთქვაო.